მოგესალმებით, მე მირიან ნიკოლაძე ვარ, ჩვენ გადავიდით დასკვნით ეტაპზე, როცა უნდა შევაჯამოთ ის საუბრები, რომლის მეშვეობითაც ერთმანეთთან გავცვალეთ აზრი, მიმოვიხილეთ გარკვეული ვითარება და ეს იყო პირველ ყოვლისა შეხსენება საკუთარი თავისთვის, რომ ვცოდნოდა ზუსტი მიზეზები, რომელთა აღმოფხვრის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ვიფიქროთ ახალ ქართულ პროექტზე. როგორც ერთმანეთს დავპირდით, უნდა ვისაუბროთ, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ეს პროექტი, როგორ უნდა მოხდეს იდეის ფორმირება და როგორ უნდა მივახციოთ ხელშესახებ შედეგს, რომ ჩვენ რიგითმა მოქალაქეებმა დავიბრუნოთ საკუთარი პოზიცია და აქტიურად ჩავერთოთ ჩვენი სამშობლოს განვითარებაში. შევთანხმდით, რომ იდეები მზამზარებული ფორმით არ არსებობს, რომ არც ზეციდან, არც ქვესკნელიდან და არც სხვა რაიმე სასწაულებრივად ეს იდეა ჩვენ არ მოგვეცემა. ამას სჭირდება თავდაუზოგავი შრომა. ამას სჭირდება სწორი გზით სიარული. შემდეგი საკითხი არის ის, რომ ყველაზე დიდი პრობლემები მიმოვიხილეთ იდეასთან დაკავშირებით და არის მნიშვნელოვანი ის, რომ საზოგადოებაში არანაირი მსჯელობა, არანაირი დისპუტები, არანაირი დებატები არ მიმდინარეობს შიგნით საზოგადოების წიაღში, სადაც იდეა უნდა იშვას, არანაირი მოძრაობის ნატამალი არ არის, უბრალოდ მაჯისცემა არ არის, რაც აუცილებელი წინაპირობაა იდეის წარმოშობის. ამიტომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ერთმანეთთან ძალიან ინტენსიური საუბრები ამ თემაზე, რომ რაღაცა განვითარების გარკვეულ წერტილს მივახციოთ. ასევე ვთქვით, რომ მხოლოდ და მხოლოდ ძალზე ვიწრო წრეში რამდენიმე კვალიფიციური მეცნიერი თუ მუშაობს კონკრეტული მიმართულებით. მეცნიერება ეს არის აუცილებელი, მეცნიერული დასკვნა, მეცნიერული კვლევა, დასაბუთება ჭირდება ამ ამბავს, ვინაიდან ჩვენ შეიძლება აღმოჩნდეთ საბოლოო ჯამში ისეთი ჩვენ და სამწუხაროდ უსუსური მანიფესტების იმედად, რომელიც ბევრი გვინახავს. ბევრი ჩვენთვის პატივსაცემ ადამიანს გამოუხატავს რაღაცა ვთქვათ ემოციური წერილობითი ფორმით, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. შედეგი არ მოჰყოლია იმის გამო, რომ ამ ყველაფრის უკან არ დგას ღრმა კვლევა, არ დგას დიდი ძალისხმევა. ეს არის რაღაცა მოსაზრების და ემოციის დონეზე ჩამოყალიბებული ფორმულირება. გვახსოვს ალბათ წინ აღმაშენებლისკენ და რაღაცა მსგავსი მანიფესტები, რომელსაც ნულოვანი შედეგი მოჰყვა. ან ვიქნებით მეორე უკიდურესობაში, როცა კონკრეტული ხელისუფლებები ავალებდნენ რამდენიმე მეცნიერს, აი ერთ თვეში 50 გვერდზე ჭირდება 200 წლოვანი იმასთან რუსეთთან ურთიერთობის გაანალიზება და უნდა კონდეს დასკვნა. და მე თვითონ ეს მეცნიერიც ვეღარ პოულობდნენ თავის დაწერილ დასკვნას და იყო ერთი ამბავი, განწირულები ვიქნებით აი ამ უსუსურობისთვის, რაც ჩამოვთვალეთ, თუ ჩვენ არ დავიწყეთ ერთმანეთთან ინტენსიური დიალოგი. როგორ უნდა მოვახერხოთ თავის დაღწევა აი ამ ყალბი და უუნარო ელიტებისგან, რომლის ტყვეობაშიც ვიმყოფებით. პირველი, ჩვენ თქვით, რომ ვეუბნებით უარს ამ ელიტებს, რომელიც დიალოგში არ შემოდიან საკუთარ მოსახლეობასთან და რომლებიც დარბიან და თავიანთი ბედიღულის გარდა არაფერი აინტერესებს და არ ყვევენ თავიანთ ლეგიტიმაციის საკითხებს. უარს ვეუბნებით ამ ელიტებს. უარს ვეუბნებით კლეპტოკრატებს და უარს ვეუბნებით აი ამ ფეოდალებს, რომლებიც დიდ მატერიალურ რესურსს თქვენ ხარჯზე მოპოვებულის ბიუჯეტებიდან, სახელმწიფო სახსრებიდან შემდგომში იყენებენ ჩვენ წინააღმდეგ. აი ამ ორ ყველაზე გავლენიან და თავის სამშობლოს წინაშე ყველაზე არამართალ კლასს ვეუბნებით უარს და ვადასტურებთ ჩვენს არსებობას. ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ყველაზე უფრო ეფექტური, ყველაზე უფრო შინაარსიანი, ყველაზე უფრო მრავალისმომცველი ფორმით. ამის გაკეთების გარეშე არაფერი არ გამოვა, ესე ვიქნებით ერთ ადგილზე და საბოლოო ჯამში ვიკითხავთ, რატომ არ იდება შედეგი. აი ამ ყალბი ელიტებისგან განსხვავებით ვაცხადებთ, რომ კულტურულ მაჯისცემასთან ყველასთვის ხელმისაწვდომია ყოფნა. მნიშვნელობა არ აქვს სოციალურ ფენას, მნიშვნელობა არ აქვს ერს, რასას, სქესს, არაფერს მნიშვნელობა არ აქვს.
მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკური მოსაზრებით ვინ რომელ მხარეს დგას. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის უნივერსალური იდეა, ეს არის ყველა ქართულის კუთვნილება. ჩვენ თუ არ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ აგერ სოფლად მოფუსფუსე გლეხი თავის კეთილშობილებით და თავის მაღალი პასუხისმგებლობით უფრო მაღლა დგას, ვიდრე ეს სიყალბეში ჩამყყებული მართველი ფენები, აბა არისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ჩვენ თუ იმაში არ ვართ დარწმუნებული, რომ ის ინტელიგენცია, რომელიც თავდახრილი შრომობს და დიდ კულტურულ შენაძენს უკეთებს თავის საზოგადოებას, უფრო მაღლა არ დგას, ვიდრე ეს კორუფციაში და საკუთარი თავის კეთილდღეობაში გართული ადამიანთა ჯგუფები, რაღაც მაფიოზური დაჯგუფებები, აბა რისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ეს არის მთავარი, საკუთარი თავის რწმენა და შემდგომი არსებობა. არსებობა თუ არ დაუმტკიცებთ ამ ხალხს, აი ამ მილიონმა კაცმა არაფერი გამოვა. არავინ გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელ საქმეს. ყოველთვის ვამბობთ, ხო, რაღაც იქნება გაღიზიანებლები, როცა ვარ, იმედგაცრუებლები, როცა ვარ, აი ღმერთი ვიღაც სამაგიეროს გადავდა. სირცხვილია, სირცხვი, მე მწვენია საკუთარი თავის, რომ 21 საუკუნეში ვამბობ და ხშირად მithქვამს. ხშირად. სხვას კი არავის საყვედურობ, რომ ღმერთი ვიღაცას მიუძღავს სამაგიეროს, მაგრამ სირცხვილია, რომ მოქალაქემ პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქემ თქვას, რომ ღმერთი შექმნის საზოგადოებრივ ორგანიზაციას. ღმერთი დაგვაკავშირებს ერთმანეთს. ღმერთი ჩამოუყალიბებს სახელმწიფოს. ეს ახლა ეს რაღაცნაირად უნდა შევძულოთ უთხრათ საკუთარ თავს, რომ ეს არის უპასუხისმგებლობის გაფორმება საკუთარი მეტყველებით. მეტი არაფერი არ არის აქ. მე ვერ დავიჯერებ, არ არსებობს ახლა ბახტრიონის მომწყობ ქართულ ხალხს, რომ იმის უნარი არ კონდეს, რომ ინტერნეტში დაორგანიზდეს შექმნას ჯგუფები და იქ გაცოლოს მოსაზრებები და შემდგომ უკვე გააჩინოს უდიდესი იმპულსი, რომელიც გადაიქცევა მასობრივი რაღაცა მოძრაობის საფუძვლად. მე ამის არ მჯერა, რომ ამის გაკეთება ჩვენ ხალხს არ შეუძლია. მეც გეტყვით, როცა მოხდება თანხwebdriver აი ამ საზოგადოებაში შობილი საზოგადოების წიაღში აღმოცენებული აზრის და აი მეცნიერულად დასაბუთებული იმ ძალიან ვიწრო წრეებში ნაფიქრალი ასე ვთქვათ აკადემიური დასკვნებისა ერთმანეთთან, აი მაშინ იშვება. მაშინ მოხდება ღირებულობათა სისტემაზე შეთანხმება და მაშინ დაიდება შედეგი. ამიტომ აი მე ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს რომ მე ახლა შემეძლო ისე გავკადნიერებულიყავი, რომ დამჯდარიყავი იმასთან, რა ქვია, ეკრანთან, ინტერნეტთან და ვიღაცისთვის მომეწოდებინა, რომ მოდი ასე ვქან, თან ისე ვქან. გავიგე, მაგრამ თქვენც ასე საკუთარ თავს სამდენს თხოვთ და მოდი ვიღაცამ ასე არის ფიქრობს, ვიღაცამ ისე, საბოლოო ჯამში რა გამოდის ამით? ამით რა გამოდის? ვართ იმ ყოფაში, რაშიც ვართ. ამიტომ მეტი სითამამე გვინდა, მეტი გამბედაობა გვინდა. რაღაცნაირად უნდა მოახერხოთ, რაღაცნაირად კონკრეტულ გზას ხო ვთავაზობთ ერთმანეთს. შეექმნი, აი მე პირადად დავარეგისტრირებ, არ ვიცი რომელიმე სოციალურ პლატფორმაზე ვიკითხავ, სადაც უფრო ეფექტური იქნება რა ჯგუფს, სადაც ყველა შეიძლება ინტერაქცია, ჩართვა, ლაივების ჩართვა, მოსაზრებების გაზიარება, ყველა ერთმანეთს შევთავაზებთ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს, რომელიც დიდი შენაძენი იქნება ამ ურთიერთობისთვის. და ჩვენ უნდა ვთხოვოთ კულტუროლოგებს, უნდა ვთხოვოთ ისტორიკოსებს, უნდა ვთხოვოთ სოციოლოგებს, უნდა ვთხოვოთ ანთროპოლოგებს, უნდა ვთხოვოთ ამ დარგის კვალიფიციური ცოდნის მქონე ადამიანებს, რომ იქაც შედგეს ეს ჯგუფები, რომ მათ მიერ გამოკვლეული და მეცნიერულად დამუშავებული აზრი იყოს ჩვენთვის საყრდენი. ჩვენი ისინიც ხო ამავე საზოგადოების ნაწილი არიან, აქ ხომ არანაირი დიფერენცირება არ არსებობს, თავარი აქ მოხდეს აზრთა და მიმართებათა თანხwebdriver. ყველა უნდა ჩავთოთ ამ საქმეში და იცით რა არის, არც მე მეგონა არასდროს
ისიც რომ მაგერ იურისტიკაცი თქვათ რაღაც მემარნეობას წამოვიწყდი და აგერ ჩემი ხელით გაკეთებულ ოჯახურ მარანში შემიძლია ღვინო დავაყენო. ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ მოხდა ასე. როცა მოძრაობა დავიწყე, როცა ძალისხმევა დავიწყე, თითქოს ერთი შეხედვით არაფრის საშუალება იყო. თითქოს ეს ყველაფერი ძალიან ბუნდოვან პერსპექტივად ჩანდა. მე მეცაც გეტყვით, ლიტერატურაში მომიწია ჩაღრმავება, რომ სათანადოდ შევიარაღებულიყავი და საბოლოო ჯამში აი მეგობრების კატეგორიული მოწადინებით და ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ძალდატანებით ბოლოს სახელმძღვანელოც კი გამოიცი, როგორ უნდა წარმართოს თავის საქმიანობა ოჯახურმა მემარნემ. ამას ოდესმე წარმოვიდგენდი ვერასდროს. მაგრამ ეს მოხდა, ამით ხომ არაფერი გაბუჩდა პირიქით. კარგი საქმე გაკეთდა, გაჩნდა საპოლემიკო საგანი. იმას სხვა მიამატებს ხვალ თავის ნააზრევს, შემდგომ გარკვეული ჯგუფების აქტივობისაგანად იქცევა და ესდებს შედეგს. ამიტომ მე რიგითი ადამიანი ჩემ წინასულსგებლობას საკუთარ თავის წინაშე, ჩემი სამშობლოს წინაშე და ღმერთის წინაშე საზღვრავ აი ამ ფორმით, რომ ვიწყებ ელემენტარულ პირველად ნაბიჯების გადადგმას. დანარჩენს უკვე როგორც საერთო ძალისხმევა ინებებს, ისე იქნება. დიდი მადლობა ყველას.